სიმართლე თქვა ცოტა ნერვიულობ, რომ პირველად ვიღებ მონაწილეობას ასეთ რაიმეში. ცოტა უჩვეულოა ჩემთვის. მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, თქო, მოგზაურობა მერის წინ და ძალიან მაგარი გამოცდილება იქნება. და რაღაც ძალიან დიდი ნაბიჯია ნახტომი ჩემს ცხოვრებაში. მეც მინდა ჩემი გაგიზეროთ, გაგიკვირდება და მეც პირველად ვღებულობ ასეთ რაღაცაში მონაწილეობას, ასე რომ ჩემთვისაც ძალიან ისეთი საინტერესო და ახალი გამოცდილება. გიორგი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. დაწერილი არ მქონდა, თქმა არ მქონდა უკვე გამოგეხმაურეთ. რამოდენიმე ასე ვთქვათ, ნებართვა მინდა გავაჟღეროთ თქვენგანავე, ხო? და შემდეგ უკვე გადავიდეთ. პირველ რიგში თქვენობით, შენობით როგორ იქნება მოსახერხებელი და უკეთესი? შენობით მირჩენილი უფრო კომფორტული იქნება ჩემთვის. შენობით. დიახ. ძალიან დიდი მადლობა. მაშინ შემდეგი თხოვნა, ესეთი უბრალოდ ნებართვა მინდა ასეთი გავაჟღერო, რომ სესიის განმავლობაში თუნებას მოგცემ, რომ ჩემი დაკვირვება გავაზიარო ხოლმე, გაგიზიარო ჩემი დაკვირვებები. კი, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება ჩემთვის ძალიან. მადლობა. და კიდევ ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, აი, როდესაც დაწერეთ, რომ მე ერთი კლიენტი აქ ვარ და მინდა მაშინვე ჩამერთო ცნობის მოყარეობა, გაჩნდა ჩემში ეს ცნობის მოყარეობა და თუნებას მომცემ, რომ ამ ცნობის მოყარეობით გამოყვე მთელი სესიის განმავლობაში. აქვე დავამატებ, მაგალითად შენგან გაჟღერებული თუ რაიმე მეტაფორა იქნება, შევამჩნიო, გამოვიყენო, რამდენად ეს შემთხვევით მოსახერხებელი იქნება. იქიდან გამომდინარე, მე თვითონ ძალიან მიყვარს მეტაფორების გამოყენება და ხშირად ვიყენებ საუბარში. აბსოლუტურად ვისაღები და ძალიან საინტერესო იქნება. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა. სანამ უშუალოდ სესიაზე გადავალთ, მინდა უბრალოდ კითხო, რა გამოცდილება გაქვს კოუჩინგთან, პროფესიონალ კოუჩინგთან მიმართებაში სესია, ანუ რა გამოცდილება გაქვს? ძალიან საინტერესოა. თუ დიდი გამოცდილები და ბექგრაუნდით მოვედი, არა. ერთი რაც ყველას აერთიანებს ალბათ დედამიწაზე, ყველას ესმის სიტყვა კოუჩი. ანუ არ არსებობს სადაც ერთი მიტინგი, ან რაიმე შეხვედრა, სადაც ეს სიტყვა არ გაჟღერებულა და უამრავ ადამიანს ვთქვით, რომ კოუჩია. მაგრამ ვინ არის კოუჩი და ვინ მართლა კოუჩი, ეს კიდე ცალკე საკითხავია. გამოცდილება ალბათ ის რაც პოდკასტებიდან ვიცი ძირითადად. ხშირად უსმენ, დაინტერესებული ვარ და რაღაცა კი მომენტები მაქვს დაჭერილი, რომ რამდენად კარგია და რამდენად მაგარია და ერთი რომ მინდა საკუთარ თავზე გამოვცადო ეს ყველაფერი და მე ნახოთ სად მიყვანს ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. ჩვენ დღეს დაახლოებით 35 წუთი გვაქვს და მინდა რომ პირველი კითხვა გავაჟღერო, რომელიც მე პირველივე დაწერიდან მაინტერესებს, ჩემი ცნობის მოყარეობა აქედან დაიწყო შენთან მიმართებაში. დღევანდელ სესიაზე შენ კლიენტად გამოსვლა. შენი ვინის რა შტრიხია? კიდევ ერთხელ გამიმეოროთ. დღევანდელ სესიაზე გადაწყვეტილება, რომ შენ იყო დემო სესიაზე კლიენტი, შენი პიროვნების რა შტრიხია? პირველ რიგში რატომაც გადავწყვიტე ასე რომ სესიაში მონაწილეობა მიმეყო, ალბათ არის ის რომ ყოველთვის თავს ვარდებ ესეთ რაღაცებს.
მჰმ. არ ვიცი რატო, არა იმიტომ რომ დაუშვათ public speaking-ი ან რამე მსგავსი, public speaking-ი ჩემი პროფესიაა და მაგაში ძალიან კარგი ვარ, მაგრამ აი ესეთ გაზიარება და აი ამ იმაში ცოტა მოვიკოჭრებ, მივხვდი რომ მოვიკოჭრებ, იმიტომ რომ არასდროს მე მიღია მონაწილეობა და ასე უცბად მომივიდა თავში იდეა რომ why not? ანუ როდემდე უნდა იცადო, გადადგი ნაბიჯი. და ანუ ეს ზუსტად ის სიტყვები რო ავკრიფე რომ პირველი, ანუ ერთ-ერთი კლიენტი მე ვარ, ეს არის რავი, ჩემი პირველი ძალიან დიდი ნაბიჯი. მარტო მაგ სიტყვებისთვის უკვე ან აი ამ ნაბიჯისთვის უკვე ღირდა ეს ყველაფერი. რომ აი ეს ერთი გადავდგი, რომ მე ამდენი ადამიანის წინაშე ვაზიარებ რაღაც ჩემსას. ჩემ გამოცდილებას ყოველთვის ყველას ვუზიარებ და იქ არ მაქვს მე პრობლემა 100 ადამიანი მესწრება 500 თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულად ვარ, მაგრამ აი ამ განხრით ეს ძალიან პირველია და ნერვიულობ. მაგრამ ძალიან მიხარია მოდროულად. ძალიან დიდი მადლობა. შენ თქვი ეს რომ დავწერე უკვე გადავწერე პირველი ნაბიჯი და უკვე ამად ღირდა. როგორ ფიქრობ, დღეს რაზე უნდა ვისაუბროთ ისეთზე, რომ ამ პირველ ნაბიჯთან ერთად ეს სესია ღირებული იყოს შენთვის? ნუ იდეაში ბევრი რაღაც მიტრიალებს თავში, რაზე შეიძლება ვისაუბრო, იმიტომ რომ ნუ ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე ჩემში ის რაღაც საკითხები დასამუშავებელი მაქვს. მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, რახანს პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგი და საკმაოდ დიდი ნაბიჯი ჩემი წარმოდგენით. უნდა ვთქვათ, პოკერის ტერმინს ვიზავ, მოდი ულინზე წავალ, ბარემ და ყველაზე ესეთ საკითხს შევეხები, რომელიც ამჟამად ალბათ ყველაზე მეტად მაწუხებს, ნუ ერთ-ერთი ტოპია ჩემთვის. ეს არის overthinking-ი. ზედმეტი ფიქრი, ქართულად რო თქვა, მაგრამ მირჩევნია გამოვიყენო ტერმინი overthinking-ი. ანუ ეს ალბათ ის საკითხია, რომელიც აი ამ თან პირველ ნაბიჯს კარგად მოუხდება. то ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ცხოვრების ყველა ასპექტზე, თან ყველას, ანუ აბსოლუტურად ყველგან. არც მარტივი თემა არ არის ჩემთვის ეს, არც ის რომ უიგუშინ მივხვდი რომ overthinker-ი ვარ და ვირამდე ვფიქრობ, არა. ასე ვთქვათ, სტაჟიანი overthinker-ი ვარ, მაგრამ ის გაცნობიერება რომ რაღაცა უკვე too much გახდა ცხოვრებაში და სახე იცვალა და უშუალოდ პრობლემის სახე მიიღო, ან განსახილველია, მოსაგვარებელია და ასე შემდეგ, ეს ბოლო პერიოდში ეს გზნობა გამიჩნდა overthinking-ის მიმართ. და ამიტომ დღევანდელი საკითხი ჩვენ იყოს overthinking-ი. overthinking-ი. შენახსენე რომ პრობლემა გამიჩნდა მაწუხებს ყველაზე მეტად. აი, როდესაც ამას ხსნიდი, რა ხდებოდა აი ამ ახსნის უკან? ემოციურად. ახლა როგორც გითხარი, ანუ სტაჟიანი overthinker-ი ვარ, მაგრამ overthinking-ის დროს ჩემი, ასე ვთქვათ, ეს ემოციას გრძნობებს ორ ნაწილად იყოფა ყოველთვის რა, პოზიტიური, ნეგატიური. ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი იყო პოზიტიური გამოცდილება overthinking-ში. თვალბათ რავი, პირველი წიგნი რო წავიკითხე, პირველად გავაანალიზე რაღაც პირველი და კრიტიკული აზროვნება დავიწყე, overthinking-იც მაშინ ჩავხდე. და მაშინ კარგი იყო ეს. და დიდი ხნის განმავლობაში ჩემთვის იყო ეს იარაღი, ამ იარაღის გამოყენებით, ამ ხელსაწყოს გამოყენებით, პოულობდი კარგ სოლუშენებს, მაგარ იდეებს, მიგნებებს, მოკლედ ძალიან კარგი იყო. მაგრამ ბოლო ერთ წელიწადში შეიცვალა ყველაფერი და ეს ჩემი ხელსაწყო, ასე ვთქვათ, გარდაიქმნა სხვა რამეთ და არათუ გამოსადეგი რამე გახდა, არამედ პირიქით ხელი შემშლელი რაც იწვევს ჩემში ძალიან დიდ შფოთვას და ძალიან ბევრ რამეს მაკარგინებს. ანუ აი
შეგრძნებას, რომ თითქოს ვარს თაქთინზილ მარყუსში ვარ, ან აი გაჭედილი ხარ, შეზღუდული ხარ, ბევრ რამეში მზღუდავს მოკლედ. იმიტომ რომ რაც მახსოვს, კარგი რაც იყო, კი, კაი იყო, მაგრამ ეს ბოლო ერთი წელი overthinking-ი გარდაიქცა ძალიან ცუდ რამედ ჩემთვის. შეიძლება რაღაც მომენტებში პოზიტიური ზეგავლენაც, მაგრამ ძალიან მინიმალურია. შეიძლება თქოს 99% ამ ჩემი overthinking-ის არის ნეგატიური. ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. თუმცა ოდესღაც კარგი იყო. როგორ ფიქრობ, გიორგი, ეს შეგრძნება თითქოს მარყუსში ვარ, ვინ არის ასეთი გიორგი? პატიმარი. აი ამ საკუთარი overthinking-ის პატიმარი. იმიტომ რომ ძალიან გავს ეს წრეზე სიარულს რა, რაღაცა. ერთ სივრცეში ჩაკეტილი ხარ და ყოველთვის უბრუნდები საწყის წერტილს. ვეღარ გადიხარ სივრციდან რა. იმდენად აი როგორც აი მორები რო ტრიალებს რა, overthinking-ის დაყავ, სულ ერთი იმაში მიყავ, ერთი წერტილისკენ. გარეთ ვერა. და ამიტომ აი რაღაცა მართლა პატიმრად გრძნობ თავს ამ შემთხვევაში. და ეს მაშინ, როდესაც მე პირიქით ძალიან მოყვარული ვარ თავისუფლების. ყველაფერში აბსოლუტურად. თავისუფლება, სილაღე იმდენად მიყვარს ეს რაღაც, ანუ აი მაგის გარეშე ალბათ რა. სიცოცხლე მე მაგის გარეშე თავისუფლების გარეშე არ მესმის ზოგადად და აკრას overthinking-მა ერთ-ერთი ეგ წამორთვა, რომ ვეღარ ვარ თავისუფალი. და შემზღუდო ყველაფერში. როგორ ფიქრობ, ჩვენი სესიის განმავლობაში რაზე შეიძლება კონკრეტულად ვიმუშაოთ, რომ გიორგი მისცემ თავისუფლად ექსპერტს? არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია, რომ ერთი სესიის განმავლობაში რაიმე გამოსავალი ვიპოვო, რომ უშუალოდ თავი დავაღწიო ამ ასე ვთქვათ მოჯადოებულ წრეს, ნეგატიური გამოსtildeიდან პოზიტიურისკენ გადავაქნა ეს ჩემი overthinking-ი, მაგრამ მინდა რომ მოკლედ რაიმე გზა ვიპოვნო, რაც გამომიყვანს ამ პატიმრობიდან, ამ ინსტია შემეხება, თავს დავაღწევ მოკლედ ამ overthinking-ს, იმიტომ რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დამაზარალა უკვე. ეს შეიძლება მე გარდან არ მემჩნევა ეს ყველაფერი და ისევ ისეთი დაუშვათ წარმატებული ვარ, ან იმაზე კიდევ უფრო წარმატებული ვიდრე ადრე ვიყავი, მაგრამ ანუ შინაგანად ხომ აქ მე შეგრძნება. დავგრძნობ თუნდაც აი იმ ყველა ასე ვთქვათ ფეიზ ზარალს რაც მივიღე ამ overthinking-ისგან, ხო? და მოკლედ მინდა გამოვიდე აი ამ მორევიდან. გარეთ გამოვიდე, გავთავისუფლდე. სარგებელს ვეღარ ვიღებ, პირიქით არის რა. და როცა სარგებელს ვიღებდი, why not, მაშინ ძალიან კომფორტული იყო ჩემთვის. ამჟამად ვერა თან მაკარგინებს ძალიან დიდ რესურსებს. ორ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს, ჩემს ენერგიას და ჩემ დროს, რასაც ვეღარ ავხატკენ ვერასდროს. გიორგი, შენ ახსენე ამნისტიაში შემეხება განთავისუფლდები. როგორ მიხვდები რა შედეგით, რომ შენ ამნისტია შეგეხო?
ნუ შეგრძნების დონეზე ალბათ იმას ვიგრძნობ, რომ რაღაც სიმძიმე მომეხსნა, ერთი ეს. ან დავინახავ, ასე ვთქვათ, სად არის ეს რაღაცა კარები, საიდანაც უნდა გამოვიდე, ან რამე გასაღებივით მექნება, ან რაიმე გზას ვიპოვნი, დაუშვათ, როგორ გამოვაღწევ ამ ყველაფრიდან. რაღაცა ლაბირინთი და რომ დაინახო, რომ აი იქით სინათლეა, გასასვლელი იქ არის. მექნება იმის შეგრძნება, რომ აი დავინახე, საით უნდა წავიდე. ესე ჰოპ და გარეთ აღმოჩნდები ძალიან კარგი იქნება მსგავსი რამ, მაგრამ პირველ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ანუ პროგრამა მინიმუმი, ასე ვთქვათ, რომ დავინახო გასასვლელი, ეს იქნება ჩემი პროგრამა მინიმუმი. იმიტომ რომ თუ რამეს დავინახავ, ეს უკვე მიზნად იქცევა ჩემთვის და ნახევარზე მეტი საქმე გაკეთებულია. დავინახო გასასვლელი. კი. რა ხდება ამ გასასვლელში? გასასვლელი რაღაც გარდამტეხი მომენტი, რაღაც კარიბჭე, რაღაც ესეთია ჩემთვის. სადაც გასვლა ალბათ არ იქნება ძალიან მარტივი არ იქნება, მაგრამ არ შეუძლებელი. და როცა მანდ გავა, მერე დაიწყება ყველაფერი ნამდვილი. მერე დაიწყება ცხოვრება, რეალური ცხოვრება. რეალური როგორ? რეალური პირველ რიგში ალბათ თავისუფალი, იმიტომ რომ ჩემი განმოსახედნე ზოგად ადამიანები თავისუფლებად ვართ შექმნილი, საკუთარი თავისუფლები ვართ, ხო? და რეალური ცხოვრებაც ეგაა, როცა ხარ თავისუფალი, საკუთარი თავისუფალი. და აი ზუსტად ვიცი, რომ აი ამ გასასვლელში თავისუფლება მელოდება. და მე ამ თავისუფლებას მოყვება უკვე ყველაფერი ძალიან მაგარი. ნუ რა თქმა უნდა, თავისი მინუსებიც იქნება რაღაც ალბათ, მაგის გარშე წარმოუდგენელია, მაგრამ ეს არის რაც მინდა. იმიტომ რომ ეს overthinking-ი ან ვახორციელებ, ვაკეთებ კი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია სამწუხაროდ, მაგრამ მაინც unreal time-ია ჩემთვის. ხელშესახები არ არის. არც მიზანს მაძლევს, არც solutions, ანუ არაფერს ხელშესახებს ეს მე არ მაძლევს. და ყველაფერში გოჭავს. რეალურ ცხოვრებაში იცი როგორი ვიყავი და მინიმუმ ისეთი მინდა ვიყო, ნუ უკეთესი რა თქმა უნდა, მაგრამ მინიმუმ ისევის აი ეს თავისუფლების შეგრძნება დავიბრუნო. ეს მომენტი, როცა უბრალოდ ტბები ცხოვრებით. სირთულეებსაც გადიხარ. მაგრამ სირთულეები ეს კიდევ ერთი ჩელენჯია, გამოწვევაა შენთვის მეტი არაფერი. გაქვს რაღაც მიზანი, მაგრამ ხარ თავისუფალი. მიზნისკენ სვლაში. აღარაფერი გეკაჩება უკან რა, ეს მორევის ეფექტი არ აქვს არაფერს. აღარაფერი გეკაჩება უკან. და ეს overthinking-ი კაკრას ის რაღაცა, რაც მე უკან მეკაჩება. შენახსენე მინიმუმ ის გიორგი როგორიც ადრე ვიყავი და მე ვიცი როგორიც ვიყავი. უბრალოდ დავტკბე ცხოვრებით. თუ დავუშვებთ, რომ ეს overthinking-ი, ეს თემა აღარ არის შენი, არ გაწუხებს. გადავჭერით, არ გადავჭერით, არა, უბრალოდ აღარ გაწუხებს ეს overthinking. შენახთ.
ნუ პირველი ის ხდება, რომ აღარ მექნება ტვირთი. და ის რაც მაჩერებს, ეს ღუზა, ეგ აღარ მექნება თავისუფლად ვიმოძრაობ. მჰმ. რაღაცა გამოვალ ამ თავშოთ ბერმუდის სამკუთხედიდან და გადავალ სამყაროში. მჰმ. რომ თუ ეს overthinking-ი ჩემთვის პრობლემად აღარ აღიქმება, აღარ არის პრობლემა, ესე იგი თავისუფალი ვარ. მჰმ. თავისუფალი ვარ, შესაბამისად მოძრაობ. თუ მოძრაობ, ცოცხალი ვარ. ცოცხალი თუ ხარ ბედნიერი ხარ. მოძრაობით ახაც მოძრაობ, მაგრამ ეს უკვე წრეზე მოძრაობა. ხან ზემოთ ადიხარ, ხან ქვემოთ, მაგრამ მაინც შემოსაზღვრული ხარ და იმის იქით ვეღარ გადიხარ. უბრალოდ ჭიდაობ რა. ამასობაში კი დრო მიდის. რა ემოცია ახლა ეგ? ძალიან უცნაურად თქოს ჩაიღემა. ძალიან ჩავფიქრდი. რა ემოცია? პირველ რიგში ამ ფრაზამ დრო მიდის უცბად გამახსენა ეს დაკარგული დრო. იმიტომ რომ დროს მე ძალიან მძაფრად აღვიქვა. ანუ როგორ ახსნა? ჩემი განმოსახედიდან დრო ეს ჩვენთვის არის ყველაზე შეზღუდული რესურსი. და ალბათ ყველაზე დიდი რამ რაც მე შემიძლია ადამიანს ვაჩუქო ეს არის ჩემი დრო. რომ მე იმას ვეღარას ვსწავლებ. და როცა აი ამ დროს კარგავ ყველაზე რავი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგია ალბათ ძალიან დიდი დანაკარგია კივილიც მოაქვს გაბრაზებაც მოაქვს რა დროს დროის გარკვე ინფრასტრუქტურები თან წყინს შე როგორ მოგივიდა კაცო ხა ეს რა დროს ეგ იყო ძიმე შეგრძნება როცა ყველამ ვიცით რომ თითქოს რაღაც მომენტებში დროს კარგავთ ხო არა აი უცბად რო გააცნობიერებ კიდევ უფრო მძიმეა როგიშან გადავწყვეტ ისე მაშინ ახსენე რომ ბოლო 1 წელია overthinking-ი შენთვის მაყუში გახდა. თუ გახსენებ და შეხედავ ამ overthinking-ს არა როგორც შესაძლებლობას, უბრალოდ შეხედავ მას და დავსვამ შენ თავს კითხვას. რისგან მიცავს overthinking? იქნება ბას. რისგან მიცავს ავი ბორკილები რისგან შეიძლება გიცავდეს ახალი ცხოვრებისგან მაგრამ მაგისგან დაცვა არასდროს არ მჭირდებოდა პირიქით სუმადეთ მივექანებოდი პირდაპირ ხარი რო დაინახოს და პირდაპირ მიდის აიგრე მივექანებოდა ყოველთვის მაგისგან დაცვა არ მჭირდება კარი სამყაროსგან არ ვიცი ანუ ვერ ხვდები რომ რამისგან მიცავდეს
Mhm. ჩვეულებრივ ჯაჭვია ბორკილია, რომელსაც მიბმული ყავარ. Mhm. სოლზე რო გამოაბავენ ხოლმე ხარს ესე წრეებზე ურტყავს მარტო მისი კიდე ვერ გადის ეგეთი რაღაცა ჩემთვის. Mhm. და ხახსენე უკეთესი ბალახი. ერქავიკე გაჭედა ბოდიში. რო დააბავენ ხოლმე ცხოველს და ესე წრეზე დადის მარტო და იმ ბალახს ჭამს და იმის იქით არ იცი სამყაროში რა ხდება, ანუ ეგეთი რაღაცა არის ჩემთვის. ოვერსინკინგი, დაცვა არაფერი. პირიქით. ანუ მაშორებს სხვა სამსებს, სადაც შეიძლება უკეთესი ბალახია, რო გადავიდე გვერდით ხო? Mhm. დაცვით არა. Mhm. და ხახსენე ხარი, რომელიც ესეთი მირბის წინ ეს რას გეუბნება საკუთარ თავს. ისე მუხრუჭის გარეშე მირბის წინ რას გეუბნება საკუთარ თავს. უბრალოდ მახსენებს ჩემ წარსულს, ჩემ ქცევებს. ზოგადად მიზანი მართული ადამიანი რაღაც რო დავისახავ, მივდივარ წინ ყოველთვის. შეიძლება მართლა ხარივით ვერ გავექანო და კუსნაბიჯი გადავდგა, ან ლოგოკინის ტემპი მქონდეს, მაგრამ მაინც გადავდგა, ანუ რაღაცა პატარა მიოტის ოდენა ნაბიჯიც რო გადავდგა, ანუ გადავდგა. მე ჩემთვის ასე ვთქვი მნიშვნელოვანი. და ჩემთვის გაჩერება სიკვდილია. გაჩერება მარტო მაშინ არის კარგი, როცა რავი, შევჩერდები, ხედით დავტკბები, გაკეთებული საქმით, რომ მე ისევ წინ წავიდე. ანუ უბრალოდ რავი, დავზვერო წინ რა ხდება და რაღაც ახალი გეზი ავიღო. ანუ თუ გადავხედავ ჩემს ცხოვრებას, ყოველთვის ვაკეთებდი რა, რაღაც დავინახე, ხარივით წავედი იქ, მივედი, შეიძლება ავწიე თავი, ნახე რა ხდება გარშემო, ან სხვა მიზანი ავირჩიე მე, ან სხვა გზა ავირჩიე და გავაგრძელე ცვლა. მაგრამ მაშინ თავისუფალი ხარი ვიყავი და ეხლა პალოზე გამომული ვარ, როგორც ჩანს. ვინ არის ავტორი ამ პალოზე გამოგნის? ისევ მე ну ზოგადად მე ასე რომ ყველაფრის ავტორები ჩვენ თვითონ ვართ. რა კარგი ხდება თუ ცუდი ხდება, მხოლოდ ჩვენი მონაწილეობით. რავი, ეს პალოც მე გამოვთვალე და თოკიც მე დავწანე. კვანძიც მე შევკარი და ხა მინდა რომ ეს როგორ მე გავხსნა. ან მაკედონელებით გადავჭრა უბრალოდ. რით შეგიძლია გადაჭრა? თუნდაც კბილებით. ოღონდ გადავჭრა. როგორ არ მესმის ბუდიში? თუნდაც კბილებით იყოს. ანუ ნებისმიერი რამით. თავარია გადავჭრა. იმიტომ რომ წრეზე სიარულში გადის ცხოვრება.
ვინ არის ის გიორგი, ვინც ამას გააკეთა? ის ვინც ყოველთვის ვიყავი. თორემ პირველში ყოველთვის ხიბლავდა ხოლმე სოლუშენების პოვნა, გამოცანის ამოხსნა, რაღაცა კვანძის გახსნა. სადღაც უნდა ამოგეხსნა, სადღაც რა უბრალოდ ძალით გაეკეთებინა რაღაც. გააჩნია სიტუაციას, ხო? მაგრამ ყოველთვის პოულობდი. ყველაფერში. თორე ყველაზე ნეგატიურშიც, ანუ მაგ ეს ნიჭი, რომ ყველას ნეგატიურშიც კი პოზიტივი დავინახო. მქონდა ყოველ შემთხვევაში ეს ნიჭი. და სოლუშენებსაც შესაბამისად ყველაფერთან პოულობდი ყოველთვის. მაგრამ ეხლა იმდენად ძლიერი კვანძი გავაკეთე და იმდენად ძლიერი სული ჩავასვი, რომ შემივე გაკეთებულს ვეღარ ხსნა. ჩვეულებრივ პრომეთესავით მივიჭაჭვე თავი რა. ოღონდ საკუთარი ნებით. შეიძლება ეს პრომეთეს მეტაფორა გამოვიყენო. როგორც მახსოვს პრომეთეს ლეგენდაში, ეს პრომეთე ხომ ცდილობს, რომ აიშვას. და ახლა მივახოვნე, როდესაც აი ბოლო წერტილია რომ უნდა ამოაძროს, მივაჩიტი დააჯდება და ეს სოლი ჩადის ბოლომდე. ვინ არის ეს ჩიტი შენ ცხოვრებაში? ჩიტზე გამახსენდა, რომ მეც ამ ერთ წლის განმავლობაში იყო რამოდენიმე გამონათება თითქოს და გონი გამოჩნდა რაღაც სინათლის წერტილი და აი გარდა მეც ავეშვები, მაგრამ და ჩიტი რაღაცა დამოჩნდა, ოღონდ რა ჩიტი ჯერ არ ვიცი და ისევ მივეჭაჭვე. ან იდეაში აქ ჩიტიც მე ვიქნები. ჩემი რომელიმე მე. და მაშინ რა ხდება? მაშინ მესთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს. ახან მეს გაკეთებულია, ნუ რატო იტყობებ თავს რა. რას ირჩი საკუთარ თავს. გიორგი, მესთან სალაპარაკო, სერიოზული სალაპარაკო მაქვს და დავინახო გასასვლელი. რა ხდება? ალბათ ეს მე მიმალავს ამ გასასვლელს. არდას აფარებს ან გასაღებს მიმალავს. ცუდი მე არის.
ან ცუდიც არ არის, უბრალოდ თავის ამბებში ეგრე მის წარმოდგენებს შეიძლება ფიქროს, რომ კარგს აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ არ აკეთებს. და შეიძლება ზუსტად მაგ მეს უნდა დავეხმარო, რომ გაცნობიერებამდე მივიდეს და აი ეგ მე გამიყვანს მერე გასასვლელშიც. გზა ყველაზე კარგად მაგან იცის. მაგისვე ჩახელი. მაგანი. აი მაგ მემ. მჰმ. ჩემმა რომელიღაცა მემ. მჰმ. თვითონ თუ ჩახერგა, თვითონ იცის. მჰმ. დება შეხედე თვალებში და მაგ მეს ჩემი ხმის გაგონებაც არ უნდა. რა ხდება? ერთი ბერძნულის გამახსენდა. ამბავი ფილოსოფოსებს და პატიმრებს. ნუ ესეთი ისტორიაა, რომ რამოდენიმე ადამიანს დაბადებიდან ამყოფებენ პატიმრობაში და არ იციან იმის იქით რა ხდება ცხოვრება, რა მიჯაჭვულები არიან სულ. გარკვეული პერიოდის მერე გაიზრდებიან ერთ-ერთ პატიმარს, გაათავისუფლებენ, აიყვანენ ზემოთ, დაინახავს ჰაერს, ჰაერს შეიგზნოს, დაინახავს მზეს, ფერადია სამყარო და ყველაფერი მიწისფერი არ არის. მოივლის სამყარო, შეიმეცნებს, დაბრუნდება უკან და ცდილობს, რომ ის იყოფი მისი მეგობრები, რომლებიც დაბადებიდან პატიმრები არიან, გაათავისუფლოს, მაგრამ არავინ არ უჯერებს. და ყველა უბნება, რომ კარგ უბედურება ხდება, ის ხდება. და არც ერთი არ მიყვება. ბერძნები ასახსნიან ფილოსოფოსის გზას, რომ ყველა ფილოსოფოსი ცდილობს ადამიანების გათავისუფლებას, მაგრამ ადამიანები არ უჯერებენ მათ. ურჩევნიათ პატიმრები იყვნენ. ახლა ეგ გამახსენდა ჩემ აი ამ მესთან დაკავშირებით, რომ ეგეც პატიმრები არ მიჯერებს, რომ გარეთ გამოყვეს. მე რო ვეუბნები, რომ გარეთ ყველაფერი ფერადია და თავისუფლება და სიცოცხლე ჩქეფს, მას ისე თავის პალო და თოკი უჩემნია და ბორგილები. მე რო ვეუბნები, ამ თქმის გარდა კიდევ რა შეგვიძლია გააკეთო, უნდა გიჩვენოს.
საკუთარი თვალით უნდა ნახოს, რომ დაეჯეროს, მაგრამ რომ ნახოს იქამდე ხო უნდა მივიდეს. როგორ უნდა დავანახო? წმენა არა აქვს, რომ დანახვის გარეშე მიიღოს ეს ყველაფერი. რაღაცა მტკიცებულება სჭირდება ალბათ, მაგრამ ეგ საიდან მოვუთ. არა, ეგ მეც ხო ჩემი ნაწილი იყო, მანამდე სანამ თავს მივიპოვდია რა. ხო აქ ნახე ყველაფერი, ჩემთან ერთად ხო გამოიარეს ცხოვრება. ხო ერთად განვლეთ. ეხლა ხო არ დაიბადა. მეტი რაღაც მტკიცებულება უნდა. ძალიან საინტერესო კითხვა დასვი, მეტი რაღაც მტკიცებულება უნდა. რას გეუბნება ეს ყველა გიორგიზე ერთად? ბევრი არიან ძალიან. ერთ გავიგე ბოდიში, მაგრამ ბევრი არიან ძალიან. გიორგი. რა თქო ჯინაზე იქცევა? ბავშვი რო ფეხებს აბაყუნებს და მაინც თავის ნათქვამზე რჩება. იმიტომ რომ თვითონ თქვა, აი მარილი რო შეჭამდა იყოს რომ არა შაქარია. იჭღანა, მაგრამ მაინც თუ შაქარია, აი ეგრეა. ესეც. რო ხო აქ ნახი. ის ცხოვრება როგორი იყო რა? და თუ ეს ბავშვი გაიზრდება? მაშინ რეალობაში მაგად მოვიდეს. უბრალოდ მორჩეს რამ ფეხების ბაქუნს ერთ ადგილს. ოდემდე. პიტერ პენი ხო არ არის ubავშვად რჩეს. იგაია ბავშვობა და ეს ბავშვური ხალესი, რომელიც იდეაში ადამიანებმა არ უნდა დაუკარგოთ არასდროს. მაგრამ ეგ პოზიტიური მხარე, ამან ნეგატიური აირჩია. ბავშვური ჯიუტობა და ასე ვირზე შეჭდომა. მარყუჟი სად არის ახლა? აქვე შორი ახლოს. როგორ ვეკავგე? აქვე შორი ახლოს. შემთხვევა რომ ძალიან მაგარი კვანძი გავაკეთო და როგორი ახლა ეს მარყუჟის კვანძი? ყველა მაგარი კვანძის გაჭრა შეიძლება. როცა ყველაზე დიდი კვანძი ვერ გახსნეს, მაშინ გადაჭრეს. ხმლით უბრალოდ შუაზე გადაჭრეს. ჩვენი 30 წუთი გავიდა.
და როგორ ფიქრობ, ამის დაწუხვის ბოლოს რა უნდა იქნება მკვეთრ? ნუ სადაც ლოგიკა არ მუშაობს, როგორც თავის დროზე მოხდა კვანძის შემთხვევაში, უბრალოდ სხვა გზით. გადაჭრით თუნდაც ერთი მარტივი მოქნებით. იმის ძებნით ახლა სად თავია და სად ბოლო და როგორ გავხსნა და ამოხსნა. მთელი წელი უკვე მაგას ვაკეთებ და ფაქტია რომ უშედეგოა. ცხოვრების ერთი წელი გავიდა. ადამიანები კიდე ყველაფერს გაიღებდნენ, რომ ცხოვრების თუნდაც კიდე ერთი დღით მეტი ეცხოვრა და მე ერთი წელი დავკარგე. შეიძლება რაღაც გაგზავნა, რომ ბოლოს რაც თქვი, მე თვითონ ეს მოვისმინე, რომ ერთი წელი overthinking-ის მოშორებას overthinking-ით ცდილობთ. ახლა უბრალოდ გადაწყვეტე, რომ გადაჭრა. რა ხდება? ახლა ვფიქრობ, ნუ თუ ეს ასეთი მარტივია, როგორც მოიქნიო და დასრულება, ორჩევა სუეგარი. ამდენი ხანი მაგას ვწვდე. რა თუ ცდი? თუ არა უნდა ვცადო. თუ ვერ მიშველის. რა იქნება მერე? ჩამას. ერთი დარტყმი თუ ვერ გადავჭერი, მეორე დარტყმა. მესამე და ხო გადაიჭრება საწავ. პირველ ყოფილები ქვით ჭრიდნენ ყველაფერს, არ ქონდათ იმათი ვერაღი. იმის მე რევოლუცია ხო განვიცადეთ არა, ცოტათი მაინც ხომ მოგვემატა ინტელექტი. ასე რომ რა იქნება ეს თავისუფალი გეორგი? როგორ? ვინ იქნება ეს თავისუფალი გეორგი? ჩემი თავის საუკეთესო ვერსია უბრალოდ შვიდი და ბედნიერი გეორგი. ის რისთვისაც შექმნილები ვართ, რომ ვიყოთ უბრალოდ ბედნიერები. თავისუფლები, ბედნიერები. ამ პატიმრებად არ ვიბადებით, ხომ? მე ჩვენ თავს ჩვენ ვაპატიმრებთ. როგორც დავაპატიმრე, ისე უნდა გამოგუშვა. რა ხდება ამნისტიაზე? ამინისტიას ვერ დაველოდები. როგორ? ამინისტიას ვერ დაველოდები. ამინისტია ეს სხვა უნდა მოქცეს და ვერავის ვერ დაველოდები და ვერავინ ვერ მომცემს მაგას. ასე რომ თოკი უნდა გადავჭრა. ანის ორკილი დავამსხვრე მოკლედ. ეს ლოდინი არ მინდა. და აღარ შემიძლია. ისედაც თავკარგი ამდენი დრო, ასე რომ არანაირი ლოდინი და ასე შემდეგ და ამინისტია და შეწყდა. მედიაში ხანდახან ხოვებრია, რომ ანუ ყველაზე, ასე ვთქვათ,
გენია ყველაფერი გენერული მარტივიაო და ალბათ ეგ არის რა ზუსტად იდეალური სოლუშენი ამ შემთხვევაში, რომ გინდა გათავისუფლება და რა ვერ ხსნი კვანტს გადაჭრილი და მორჩა. არის აუცილებელი ყველგანად ფილოსოფიური რაღაცების ძებნა და რაღაცა ჭადრაკივით სულების დაგეგმვა და 3 სულა და 4 სულა წინ. ხანდახან უბრალოდ როგორც ნარჩია კამათელი უნდა გააგორო და სულაც გააკეთო. ეგრე არა მოიქნიო და გადაჭრა ეს თოკი. რომელიმე მოქნევაზე აუცილებლად გადაიჭრა. ძალიან საინტერესო ამის წელს ვერ დაველოდები. მინდა მოგივოცო ეს რომ ამის წელს ვერ დაველოდები. ძალიან საინტერესო. ის ხომ უნდა დაწეროს, ხომ და მოგცეს. ინა. ხდება ხა გასასვლელთან დაკავშირებით. ხედავ სადაც არის. ბატონო, ხედავ სადაც არის. ის ფარდა არ არის ჩამფარებული. ახლა ცოტა მოქნება, ცოტა ხარის მიწოლა და ასე შემდეგ რომ მოვიშორო ეს ოკეი, ასე ვთქვათ და წავედით მერე გასასვლელისკენ. თავარია ვიცი რაც არის. ეუცა. მადლობა. შეიძლება გასასვლელისკენ წავიდეთ? კი. თუ არის კიდე რამე, რასაც გინდა რომ საუბრო. საუბრით ზედმეტად ბევრი ვისაუბრე. მთელი 1 წლის განმავლობაში ასე რომ როგორც ამბობ ხოლმე საქმე ლაპარაკის ნაცვლად. თუ ვიცი სად არის გასასვლელი და დავინახე და ვიცი მიზეზი ძალიან მაქვს. საშუალებაც მაქვს. და გზაც ვიცი. როგორ მოვახერხო ეს ყველაფერი, მაშინ ხოლმე ქმედება. და ქმედება და კიდე ქმედება, სანამ არ გავვალ ბოლომდე. შეიძლება რაღაც კითხო, ბოლო კითხვა პრინციპში. კი. როგორია შენი სტილი, როდესაც რაღაცას ქმნი და მე ეს უნდა წაიღო? აქედან როგორ წაიღებ იმას, რაც მიიღე? პირველ რიგში ეს ბოლოს რაც თქვი და რაც ყველაზე მეტად მაკლდა. ალბათ ეს overthinking-ი რატო იყო ჩემთვის ცუდი ერთ-ერთი, თავი ეგ არის რომ overthinking-ი იყო მხოლოდ ფიქრი.
და არა ქმედება. მოძრაობაში არ ვიყავ. და პირველი რაც მიმაქვს ეგ არის რომ ზუსტადაც რომ ქმედება. როცა არის ქმედება იქ overthinking და ამაგების დრო აღარ გრჩება. თუ რამე შეიძლება ამ სამყაროში შეცვალო, გამოასწორო, გაუმჯობესო მხოლოდ და მხოლოდ ქმედებით. ну როგორც ამბობენ ხელი განიცრე გეშველებაო რა. ოკეანეში რო ჩამოვდო ლოცვა დავიწყო, ცურვა ხო ვიცი არა. მარტო ლოცვა რას მიშურს და მარტო ფიქრი. ხელს თუ მოусვო, გეშველება. ხო და თუ მოვიქნევ ამ ხმარს და გადავჭრი ამ თოქს, იარა და რომ მოვიქნევ და გადავჭრი. გზაც კი ვიცი სადაც არის. როცა მადლობა. შენ დავასრულოთ. სათხარ. მადლობა ძალიან დიდი ასეთი გულწრფელი გაზიარებისთვის. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მადლობაში. მე გითხარი დასაწყისში რომ დიდი ცნობის მოყარეობით შემოვედი და ეს ცნობის მოყარეობა სადაგზე შეიცვალა. ოღონდ ამას სახელი ვერ დავაქვ. დიდი შეიცვალა. უბრალოდ მომინდა რომ გამეზიარებდი. მადლობა შენ ამისთვის. მადლობა გვერდში დგომისთვის. მე დავასრულეთ, შეგიძლიათ დაბრუნდეთ. ოს გადავაშორეთ უბრალოდ მადლობა ირმა, მადლობა გიორგი, ასეთი საინტერესო და რაღაცნაირი სივრცე გასუსული ვიჯექი მე პირადად, ყველა გასუსულები ვიყავით, მაგრამ მეც რაღაცა შინაგანადაც კი გარინდული ვიყავი და ესეთი რაღაცნაირი სივრცე იყო. ძალიან დიდი მადლობა ამ სივრცისთვის. მეგობრებო, გაგვიზიარეთ ცოტა ერთი სიტყვით, ერთი ფრაზით. რა იყო თქვენი აღმოჩენა, რა იყო თქვენი გააზრება ამ პროცესში? და დავიშალოთ მერე. იმედი რომ შეგვიძლია ჩატში გავაზიაროთ, შეგვიძლია ხელი ავიწიოთ, შეგვიძლია მიკროფონი ჩართოთ პირდაპირ. ვფიქრობ, რომ ხო, აი გოჩას აქ ხელი აწევ. ერთი ფრაზით არ გამომივა, მაგრამ მე შევეცდები რაც შეიძლება კომპაქტურად ვიყო. ესე იგი, იცით, ირმამ შექმნა ისეთი საოცარი ნდობის სივრცე სესიაზე, რომ გიორგიმ აი მაქსიმალურად გამოავლინა, როგორც ხედავდი ამას ვერბალურად და არავერბალურად, აი ეს ტკივილი, რაც მას აქვს. და ისეთი გულწრფელობა და გულახდილობა წამოვიდა, რომ აი უბრალოდ ერთი წამითაც არ გავსულ ვარ, არ გამითიშავს სადმე უაღრესად საინტერესო სესია გამოვიდა და ისეთი შესანიშნავი ტანდემი იყო ორივე მხრიდან კლიენტი კოუჩი, რომ ვიწერდი 30-ზე მეტი რაღაც ფრაზა ჩავიწერე, რაც შეიძლებოდა და ყველაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ირმას აი ფილიგრანული გადასვლები, აი ეს ძირითადი ყურადღება არა სიტუაციაზე, არამედ პიროვნებაზე. ვინ ხარ შენ? ეს იყო ჩემთვის ძირითადი, ასე ვთქვათ, განსაზღვრელი ფაქტორი აქ და აი ეს ცალკეული კითხვები, რომელიც მე როგორც კოუჩს გამომადგება ჩემს პრაქტიკაში, არის როგორც პატარა ბრილიანტები. და ისეთი გადასვლები ვნახე, რომ მოკლედ ხანდახან შოკში ვიყავი მე თვითონ. მაგალითად, აი ეს
overthinking-ის მოშორება გინდა overthinking-ით. ვინ ხარ შენ ამ გასასვლელში და ასე შემდეგ ჩამოწერილები მაქვს ყველაფერი და ძალიან დიდი მადლობა ირმას და გიორგის და ერთ მომენტს კიდე მინდა შევეხო და მეც არ მოგაწყენთ. იყო ერთ მომენტში საოცარი რაღაც სიტუაცია შეიქმნა, როდესაც ირმამ კითხა შეხედე მაგმეს თვალებში და მე ვაკვირდებოდი რა ხდებოდა ამ დროს და ვხედავდი რომ გიორგი თვალებით ელაპარაკება და მთელი აი ნაუჭებით იმით რა ქვია ამას ელაპარაკება აი ამ მეს და ამ დროს ირმა რაღაც განაბული უსმენს და ყელზე იჭერს ხელს და გიორგი პასუხობს რომ მე არ მიჯერებსო. ეს იყო რაღაც ფანტასტიკური მომენტი, რომელიც ვერბალურად, არავერბალურად ყველანაირად აი შეავსო ეს სესია. აი დიდი მადლობა ორივეს, ირმა და გიორგის. დიდი მადლობა. გამარჯობა. მე ვფიქრობ, რომ გიორგიმ ჩვენთაგანის ბევრი, მე მაგალითად ბევრი რაღაც დავიჭერე გიორგის საუბარში, თითქოს ჩემს ფიქრებს და ჩემს აზრებს საუბრობდა გიორგი. უბრალოდ ხანდახან მე მეტად გამბედავ ვარ, ეხლა გიორგი რო ამბობდა რაღაცები ერთი წელი დავკარგები, მე ეხლა გიორგის შედარებით უფრო წლოვანი ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ მე დავიჭერე რაღაცები გიორგის და გიორგი რო თქვა ერთი წელი არაფერი არ არის. კარგია რომ ეს ერთი წელი რაღაცა ადამიანი მაგას ფიქრობს და მე ჩემ თავში დავიჭირო, მეც მაქვს ეგ მომენტები, მაგრამ მე რო შეტევით ვაწვევი ამ რაღაცებს. აი ეხლა ეს საუბარი ჩემთვის იყო, ისე მომეფონა, რომ მე მეგონა რომ მე საუბრობდი გიორგის მაგივრად. პირველი არის ეს ჩემი შეხვედრა და არ ვიცი, რაღაცა ლოდი მომეხსნა. მადლობა გაზიარებისთვის. სოფოს აქ ხელი აწეული. ძალიან საინტერესო იყო, ხო, ისმის ხო ჩემი ხმა? ისმის კარგად. ესმის ჩემი ხმა. მადლობა ირმა, მოკლედ აი რომ უსმენდი ჯადოსნური ვაიბი იდგა. კლიენტს დიდი მადლობა, საკმაოდ ისეთი რთული და როგორ გითხრა, ძალიან პირადი თემა იყო და მადლობა რომ გაიხსნა ესე და საკმაოდ გახსნილი იყო, რაც ალბათ კი არა და დამოწმებით კოუჩებით ესწრებით, ეს არის კოუჩის დამსახურება და მოკლედ აი ამ სანდო და უსაფრთხო გარემოს შექმნა. ძალიან მომეწონა, ძალიან ვისიამოვნე. რაც ყველაზე მეტად მომეწონა იყო პაუზები, საკმაოდ ტემპი, იმიტომ რომ გიორგი საკმაოდ ნელა საუბრობდა და ირმაც ამ ტემპში იყო. მეტაფორები, გოჩამ როგორც აღნიშნა, გადასვლები და ძირითადად ის რომ ღირებულებებში და ვინთან იყო მთელი სესია და რა იმასთან რა და როგორ გავაკეთო, ეს იყო ძალიან აღსანიშნავი, რაც ყველაზე მეტად მიმაქვს აქედან. მადლობა. მადლობა სოფო. ჩატშიც გვაქვს რამოდენიმე გაზიარება, წავიკითხა და მე თელს ხელს ხედა მეტაფორების ზეიმი იყო, გვეუბნებიან სავსე პაუზებით, სავსე ვინდონის კითხვებით. უზომოდ მიყვარს მეტაფორები და ირმაო. ვინ არის ის ჩიტი სუპერიო? თეო, გისმენთ. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სესიისთვის. ეჭვით არ მეპარები, შემოვდიოდი. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. მე თავიდანვე აღვნიშნე ის, რომ რა რთულია დემო სესია და ვინც კოუჩები ვართ, ყველამ ვიცით, რომ ძალიან რთულია იმ გარემოს შექმნა, რაც გადამწყვეტია კოუჩს და კლიენტს შორის, როდესაც ისინი ერთი-ერთზე არიან ერთ სივრცეში და როდესაც აი ეს შესაძლებელი გახდა, როდესაც ამდენი ყური და თვალი გისმეს ერთდროულად. ეს არის, რა ვიცი, ძალიან დასაფასებელი. ყველაფერი, რაც თქვა ხა ირმა, შეუძლებელი იყო იმის არ შემჩნევა, რაც იყო სესიაში და ყველამ ვიც გააზიარა ამდენი ვინდონეზე მუშაობა. ხო, ალბათ მე მოკლედ ვიტყვი.
და არ ვილაპარაკებ გიორგიზე, იმიტომ რომ გიორგის სიღრმე რამდენად ღრმა ადამიანია, უკვე პირველივე ნაბიჯებიდან გამოჩნდა და მე ვიტყვი მაინც coach-ის და ეს არის ჩვენი ფოკუსი, ხო, coach-ი როგორ მუშაობს. და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მარშა რეინოლდსი ამბობს, coach person not problem. ხო, ეს იყო ალბათ განსახიერება იმის, ოდესაც არის ფოკუსი პიროვნებაზე და ვინზე და თუ შეამჩნიეთ ირმამ ჯერ სესია არ იყო დაწყებული და უკვე ფოკუსი გააკეთა ვინზე და მნიშვნელობაზე, ოდესაც იყო ის, რომ შენთვის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი გადადგი და რა იქნება ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გინდა რომ მიიღო როგორც მეორე ნაბიჯი ამ სესიაში. ანუ აი სესიის დასაწყისიდანვე coach-მა მისცა უკვე მიმართულება სესიას კლიენტს, რომ უკვე იფიქროს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე. რეფლექსია იყო ძალიან ბევრი, მეტაფორები. ნუ ეს თქვენც აღნიშნეთ და რა ვიცი, ძალიან საინტერესო გამოცდილება და ალბათ მართლა შეიძლება აი ჩაიწერო, გადახედო კიდე ჩანაწერს გადახედეთ და ძალიან ბევრი რამ რაც შეიძლება აი როგორც ისე სამუშაო გაიდი აიღო ალბათ როგორ ვლინდება კომპეტენციები. ირმა ძალიან დიდი მადლობა, აი სიამაყით, სიამოვნებით, სიხარულით უყურებდი და აი დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის. თავარი სიტყვა იყო სიამაყით. მადლობა. მადლობა. და გიორგისაც ძალიან დიდი მადლობა გამბედაობისთვის, გამოსვლისთვის და დარწმუნებული ვარ გიორგი, რომ ეს კიდე გაყვებათ თქვენ ალბათ coaching-ი ასე მუშაობს, კიდე ახალ-ახალი რაღაც გაცნობიერებები მოვა და დღეს უკვე იმხელა რაღაცა სამუშაო ჩატარდა, რომ თქვენ ნამდვილად მე მგონია, რომ ეხლა დროს ვერ მოვნიშნავთ, მაგრამ ალბათ ძალიან მალე მიიღებთ უკვე იმას, რა მიზანიც გაქვთ დასახული. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თეო. რამოდენიმე ირმა რაღაცის ამბობდი ბოდიში. არა, თუ იმას გინდათ მოდი კიდევ გააზიაროთ. ხო, ჩატშიც გვაქვს რამოდენიმე გაზიარება და ჩატსაც წავიკითხავ, რამოდენიმე გაზიარება გვაქვს და მე ნინოს აქ ხელი აწეული, ხო? ჩატშიც აღნიშნავენ, რომ მოკლედ პრეზენსი და დუმილი პაუზები იყო საოცარი და გასაოცარი და ჯადოსნური. პაუზები იყო, ირმას პაუზები იყო ძალიან მრავლისმეტყველი, მადლობა ამ შესაძლებლობებისთვისო. ჩემს საყვარელ coach-ს მადლობაო თეონა წერს და გიორგის ძალიან კარგი გარემო იყო და ძალიან მენიშნა. ძალიან ბევრი პასუხი მივიღეო და ეხლა მოდი მოვუსმინოთ ნინოსაც. ნინო, გაგვიზიარე შენი კომენტარი, აზრი, უკავშირი. მიუთზე ხარ. ერთი წამი. მადლობა დიდი ჩემმა ტელეფონმა რატომღაც გაჭედა და ვერც ხელს წერდი და მადლობა შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში ყველას მოგესალმებით, ძალიან მიხარია ამ გარემოში რომ ვარ ახლა დღეს. და განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო გიორგის. ჯერ პირველ რიგში იმ გამბედაობისათვის, რომელიც მან გამოიჩინა, ეს არ არის მარტივი თემა, თან ჩაწერის უფლებით, რომ ესე ვთქვათ, გააკეთა ეს სესია. და მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი კლიენტი იყო გიორგი. არ ვიცი, თან თქვა, რომ პირველი გამოცდილება ეს მისი და იმდენად ღრმა სესია გამოვიდა, ну, რა თქმა უნდა, coach-ის უდიდესი დამსახურება და კლიენტიც შესაბამისი იყო, ესე ვთქვათ, ანუ ვინც არ არის hard coach-ები, გეტყვით, რომ ყველა კლიენტი არ არის coach-ის კლიენტი, ესე ვთქვათ, რა, coaching-ისთვის მზად და ძალიან კარგი კლიენტი არის, ეს არის ოქროს კლიენტი, ესე ვთქვათ, და იმდენად, ესე ვთქვათ,
coach-მა შექმნა და დაატრიალა სივრცე, რომ კლიენტიც აყო ამ ყველაფერს და ისეთი სესია გამოვიდა, რომელიც ცოტა შემეშინდა დემო სესიისათვის, იმიტომ რომ ძალიან ღრმა სესია იყო და ერთი მომენტი, არ ვიცი თქვენ როგორ დაიჭირეთ, ძალიან მაგარი კითხვა დაუსვა ირმამ, მაგრამ გიორგიმ მოახერხა და არ ვიცი, მე დავინახე ყოველ შემთხვევაში, მგონია რომ მეორე სერია აუცილებელია ამ ყველაფრის. ყოველ შემთხვევაში მე ესე ვხედავ, იმიტომ რომ ერთი მომენტი დავიჭირე, სადაც ძალიან საკვანძო კითხვა იყო და შემეშინდა რომ გიორგი არ მონდომებოდა, იმიტომ რომ დემო სესიისთვის ცოტა ძალიან ჩაღრმავება გამოდიოდა. მეტაფორებით რომ კლიენტი მუშაობს, ეს არის ძალიან მაგარი და როდესაც coach-ი იჭერს ამ მეტაფორებს, არც ერთი მეტაფორა არ გამოპაროია ირმას, ძალიან კარგად უტრიალებდა, ესე ვთქვათ, ფრთხილად და რაღაც მომენტებში ისეთ კარგ პაუზებს აკეთებდა, რომ თავში რომ მომდიოდა აზრი, რომ აი ეხლა მე შემდეგ კითხვას პაუზის შემდეგ ამას დავსვამდი. იმდენად იყო coach-ისა და კლიენტის ერთიანი ტალღა, თითქოს ზღვაში გამოვარდნილი ტალღა არ არსებობს, ხო? ის ტალღასაც თავისი შრიალი აქვს, რომელიც ცოტა დიდი ტალღით წამოვა ხოლმე და ეს ჰარმონია იგრძნობოდა იმდენად, რომ აი ერთ-ერთმა მოსმენელმაც აღნიშნა, რომ მე გადამედოო და შევიგრძენიო. მე მგონი, აი თქვენ ხო მე ხედავთ, უბრალოდ სახელი არ გაწერიათ და ზუსტად flow-ში მოვხვდი და ამ ნაკადში იმდენად შეგრძნებადი იყო ეს ნაკადში მოხვედრი სიხარული და სიამოვნება, რომ აი მთელი coaching-ის არსი, ვინც ყურადღებით უსმენდით და მგონია, რომ ყველა უსმენდით ყურადღებით, ძალიან წარტაცებული ვიყავი, პირადად მე რა, იმიტომ რომ აი არ ვიცი, რაღაცა საოცარი ჰარმონია იყო, ოღონდ მე უფრო ზღვის ტალღებს შევადარებდი ამ ყველაფერს. ირმა, ძალიან დიდი მადლობა აი იმ სიმშვიდისათვის, ზღვაზე რო ხარ, ტალღის ფონი რო ისმის, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ coach-ი ჭარბად არ უნდა იყოს, უნდა იყოს ისე, რომ თითქოს არის და თითქოს არ არის და ეს კლასიკურად აჩვენა ირმამ. და ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, აღფრთოვანებული ვარ, ძალიან დიდი მადლობა და ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი ესეთი სესია ჩატარებული იყოს ჩვენს ქვეყანაში და დიდი მადლობა. ყველას დიდი მადლობა, როგორც მსმენელებს, ისე coach-ს და კლიენტს. მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა. ეკას წელი აწეული ბაბუნაშვილს. ეკა. გისმენთ. დიდი მადლობა ირმა ამ სესიისთვის. ეს საოცარ სიამოვნებას და სისავსეს გრძნობ და კომფორტს ახლა იმ ყველაფრიდან რაც მოვისმინე და უდიდესი მადლობა გიორგის. გიორგი, მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენთან ერთად და მოგვეცით შესაძლებლობა რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ რაღაცა ფიქრებში გამოყოლოდით, არამედ გვეგრძნო. და აღარ განუმეორდები, რაც უკვე ითქვა სესიის საოცარ სივრცეზე, პაუზებზე, ვინდონეზე და პიროვნებასთან მუშაობაზე, მაგრამ ასე მინდა შევაჯამო, რომ ეს სესია ჩემთვის იყო ცეკვა. ცეკვა coach-სა და კლიენტს შორის და როდესაც არის ცეკვა, აუცილებლად ეს არის პიროვნულ დონეზე, აუცილებლად ეს არის ვინდონეზე. იმიტომ რომ ცეკვა ვერ მოხდება მხოლოდ რაღაცა ისე ტექნიკურად, არა ავთენტურად და ეს იყო ისეთი ავთენტური პროცესი და ირმა, შენი კითხვები საოცარი, ფოკუსირებული, ღია, ისეთი ლაკონური და ეს მეტაფორებთან მუშაობა, რა მეტაფორებიც რაღაცა ძალიან უხვად ამ სესიაში მოგვაწოდა ყველას გიორგიმ და გვამოგზაურა ამ სამყაროში, ხო? ეს იყო ნამდვილი შემოქმედება. ჩემთვის ეს სესია იყო კრეატივი შემოქმედება და იცით რა არის, სულ ჩემს პრაქტიკაში ვაკვირდები, რომ ყველაზე მთავარი ხდება სესიებს შორის, სესიის შემდეგ კლიენტისთვის.
როდესაც ეს ყველაფერი იხსნება და რაღაცნაირად იწყებს ეს გააზრებები, ეს ინსაიტები, რაც სესიაზე იყო მიღებული მუშაობას. და მე მჯერა, რომ ეს რაღაც ტრანსფორმაციული ფიქრი, რომელიც აქედან გაყვებად, თავის საქმეს გააკეთებს და გააკეთებს თქვენი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ირმა, მიხარია, ვარ სავსე და უღრმესი მადლობა შენ ამ სესიისთვის. ირმა, იკას აქ ხელი აწეული გისმენთ ეკა. ხმა ისე გაგათიშული. გავუთიშო ყველას. ხმა მე მგონი ვეღარ ვშთავ. ხო, გამარჯობა ყველას. მოკლედ ვიტყვი, ძალიან საინტერესო იყო. მე ვფიქრობ, რომ ყველას რაღაც ერთი აზრი ჰქონდა. ხცით ის საოცარი ისტორიის თუ ცხოვრების თუ ფილმის თუ რეალობის თუ სიუჟეტის რაღაცა ფანტასტიკაში ესე ვიმოგზაურეთ. ზოგადად ყველა მისის მე მაქვს ესეთი თვისება, კარგი ცუდი, ყველაფერს ვიყენებ საჩემოდ, მაგალითად. აი რაღაცა ფილმს რო ან რაღაცა ლექს რო, აი ეს რა შეიძლება გამოვიყენო, ეს რაღაცა სასაცილო ის არის, შესაბამისად ამ ყველაფერს პოულობ. ეხლა რომ ვუსმენდი ამ დიალოგს, ჩემთვის იმდენად საინტერესო იყო ეს ირმას ესეთი ფილიგრანული და ამავდროულად ძალიან სადა და რაღაცნაირად ისეთი გახსნა კი არა, უბრალოდ აი საუბარი და გულწრფელი ინტერესი და გიორგის ფენომენალური აი ეს ქმედება, რაღაცა ჩემთვის კიდევ ყველა ხო ჩვენი რაღაც ამბები გოგოს და მე მაქვს მაგალითად ხე ჩემ შვილთან მოკლედ რაღაც ან ნაკრებიდან გამოვდივართ ან არ გამოვდივართ და არის მთელი ოჯახი მოკლედ დიდ ამბებში და გავუშვი ჩემი შვილი წადი ხა ეზოში თქო მანამდე რა სანამ დაიწყებოდა ხო და რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის რომ გიორგის აი მარტივ ჭეშმარიტებაში რომ ეს ქმედება აი რეალურად გიორგი დიდი მადლობა ამ გულწრფელობისთვის და აი ამ ერთის მხრივ თითქოს მარტივი ჭეშმარიტების დანახვაში ხა დანარჩენი რაც ილაპარაკეს დაუშვათ კოუჩინგური თვითონ ეს ტექნიკა ეს ყველაფერი იყო ბრწყინვალე ძალიან დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის და ცოტა ჩემთვისაც რომ გამოვიყენა ეგ ამბავი ამისთვის ერთ. მე გამიზიარე როგორც ჟურნალისტმა რომელი კითხვა მოგეწონა. მე გამიზიარე. მადლობა ჩემო კარგო რომ ჩვენთან ერთად ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ირმა, რამოდენიმე გაზიარება არის ჩატში დავიკითხოთ. ესეც საოცარი მსუბუქი ჰაეროვანი სესია იყო, წერს თამუნა, სინქრონი იყო, ასევე წერენ. მადლობა გიორგის საკუთარი განცდების გაზიარებისთვისო. სიმშვიდე მოდიოდაო თქვენგანო. და მოკლედ რა ვიცი მეგობრებო თუ კიდე არ გსურს რამის გაზიარება ჩვენი დრო პრინციპში ამოიწურა და მე მგონი შეგვიძლია დავუშალოთ დღეისთვის და გავაგრძელოთ ხვალ ზეგ მაზეგ ყოველ დღე გვაქვს მოკლედ ძალიან გასაოცარი დემო სესიას ყოველ დღე ვერ შეგპირდებით მაგრამ ძალიან კარგი ვებინარები გველოდება მე და სოფოს გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა სადემონსტრაციო კოუჩ სესიებთან დაკავშირებით და თვალი გვადევნეთ ყველა სოციალურ ქსელში უახლოეს პერიოდში ძალიან დიდ ამბიციურ პროექტს შემოგთავაზებთ მოკლე დროში. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც იყავით ჩვენთან ერთად, ვინც გვისმინეთ, ვინც აზრი გამოთქვით, ვინც თქვენთვის დაიტოვეთ თქვენი რეფლექსია. ძალიან დიდი მადლობა ყველას. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა შენ ასეთი გამბედაობისთვის და რა ვიცი, ეს იყო პირველი ნაბიჯი. მადლობა ძალიან დიდი ყველას. ჩემთვის ესე გიორგი. მადლობა. ნახვამდის მადლობა. ბედნიერად. მადლობა.